ტაქს დიდი მადლობა მე რო ხელფასისთვის ნახვამდის მოგესალმებით მეგობრებო თქვენთან მერსაბა და არხე კაპიტში რაზონსამი და დღეს მე მივიღე ხელფასი და როგორც თქვენ ალბათ უკვე დაინახეთ ჩემს ხელებში არის ზუსტად 24 ისუნი ტაქს და ახლა მე უნდა წავიდე ჩემს სახლში ტაქს და გავთხარო ახლა ჩემი საიდუმლო ყუთი წესითად არის იქით როგორც მე მახსოვს ახლა უნდა დამიგროვდეს ზუსტად 2 სტაკი ისუნოდი ტაკ ასე და კი მეგობრებო აი დახედეთ ტაკ მოითავა დავითვალოთ გადავითვალოთ კიდე ერთხელ და კი მეგობრებო ზუსტად 2 სტაკი ისუნოდი ჩემს ხელებში მეგობრებო შესანიშნავია და ახლა პრინციპში ეს 2 ისუნოდი ეს 2 სტაკი ისუნოდი შემიძლია დავხარჯო არ ვიცი შემიძლია წავიდე მაგალითად ქალაქში ან მეზობელ სოფელში იქ მაღაზიებში ვიყიდო ახალი ავეჯი ახალი ტექნიკა, მაგრამ ნაწილი აუცილებლად რასაკვირველია უნდა დავიტოვო. ასე ვთქვათ, ხვალისთვის, ზეგისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნეტავი რა გავაკეთო დღეს და პრინციპში დღეს სამუშაო არაფერი არ მაქვს. ნეტავი სამსახში არის, სწავლა მამასთან სტუმრად ტაქს, ასე და წარმოედგინეთ, 2 სტაკი ისუნუდების ბლოკები ერთ თვეში. რა? 2 სტაკი ისუნუდების ბლოკები? სტოპ! ეს საბამ თქვა? გონი კი? და საიდან აქვს სამასამდენი ისუნუდი? ალბათ საგანძური იმპოვა სადღაც რა? და ჩვენ არაფერი არ გვითხრა? ტაქს დროზე სოფლებს უნდა შევატყობინო ასეთი ამბავი. კარგი იქნებოდა, მაგრამ 2 სტაკი ისუნუდსაც რასაკვირველია არ აუშვოს პრინციპში უпростоეთ შესანიშნავია. ტაქს, ოკეი, რასაკვირველია 2 სტაკი ისუნუდიც შესანიშნავია და კარგია, მაგრამ არ უნდა დავივიწყო სამუშაო, პიროვნების სამუშაო, მეკითხა მოითახლა ჯერჯერობით ეს ყველა ისუნუდი ასე ჩავმალოთ, ასე ვთქვათ. ჯერჯერობით პრინციპში არცად არ ვაპირებ წასვლას და ახლა უნდა ავიღოთ ჩემი ალმასის თოხი, ტაქს, ასე ავიღოთ მეგობრებო ჩვენი კარტოფილის დაფილო და წავიდეთ ჩვენს ფერმების სამუშაოზე. ხორბალიც და ჭარხაიც და მეგობრებო მოეთაბა წავიდით ჩვენს ფერმერობის სამუშაოზე. სოფლელებო გამარჯობა. საბა გამარჯობა და როგორ ხარ? კარგად სოფლელებო და რატომ ხართ ამდენი? რამე ხომ არ გინდოდათ? ჩვენ არა, მაგრამ რადგან შეგვეკითხე, შეგიძლია მომცე მე 2 სტაკი ისურვდი და მე 3 სტაკი ისურვდი და მეც მსოფლელებო და საიდან მექნება თქვენი აზრით ამდენი ისურვდი? საბა ნუ ხარბობ, ჩვენ ბევრს კი არ გთხოვთ. რას ნუ ხარბობ, სოფლეებო, რა გჭირთ? ვერ ვიგებთ ნეტავი მართლა მქონდეს ამდენი ისურვდი, ამდენი თქვენ თქვით. всё, დამთავრდა. მე სოფლეებო უფრო კარგი ახლა წავალ, დავილაპარაკოთ მაშინ, როდესაც უკვე ნორმალურები გახდებით. მეგობრებო, შეამჩნიეთ? რაღაც 2 სტაკი ისურვდიო, 3 სტაკიო, საიდან ნეტავი მართლა მქონდეს ამდენი, მეგობრებო. სერიოზულად, ზიოს დავაგრო ეს 2 სტაკი ისურვდი და კიდე მეძახიან აქ ხარბ ადამიანს, აჰა. კარგი, მოდით ახლა კონცენტრაცია გავაკეთოთ ჩვენს სამუშაოზე. ტაკ. სოფლიო გამარჯობა, რაღაც გინდოდა? საბა და მე კიდე გამარჯობა და მე კიდე ყველგან გეძებ. მისია საბა და შეგიძლია მომცე 3 სტაკი ისურვდი? მე უბრალოდ რემონტი უნდა გავაკეთო და კიდევ სადღაც 40 ისურვდი ახალი ავეჯისთვის. და თქვენ რა შეთქმულები ხართ თუ მეხუმრებით ვერ ვიგებ სოფლიო არ მაქვს ამდენი ვერ ვიგებ რა მოგივიდათ დღეს ყველას რა ყველა გაგიშდა საერთოდ არ მაქვს ამდენი არა მეგობრებო ვერ ვიგებ უკვე ყველგან აი მომზევენ ეს სოფლიოები ნუ მართლა თითქოს მართლა აი შეთქმულები არიან ყველა უბრალოდ მეხუმრება მთელი სოფელი ჩემზე მართლა სერიოზულად უკვე მეოთხე სოფელი ჩემთან და თხოვს რაღაც ისუნოდებს თან ამდენს მეგობრებო წარმოიდგინეთ არ ვიცი თითქოს მე მილიონერი ან მაგნატი ვარ ღმერთო შოკა მოითხრაგია არ მიაქცევთ მაგრამ როგორ უნდა მიაქცევ სოფელი ახლა დამსდევს და ასე თხოვს ამ და ისუნოდებს კაი მეგობრებო ახლა გავაკეთებ ასე სამუშაო და აქ კიდე ბოლო კიდე დიდი ფერმების ტაკ მოითხრაგო მივიდეთ მართლა ვერ ვიგებ აი რა მოუვიდათ რა ჭირთ ამ სოფლებს მთელი დღეა ასე დამსდევენ ისუნოდებით და რამდენს მეგობრებო 3 სტაკი 4 სტაკი 5 სტაკიო ნეტავი მართლა ამდენი მქონდეს ამდენსაც ისინი მეუბნებიან რომ მივცეთ და აქ ასე
და კიდე კარტოფილი ასე შესანიშნავია, ასე ოპ. და აქ კიდე ასე კარტოფილი ჩავსვათ ზუსტად. შეგეთ მეგობრებო, რა ლამაზად უბრალოდ ყველაფერი იზრდება, აი ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი. ხორბლის თესლები, მოგეთ ყველაფერი შესანიშნავია და მაგითო მეგობრებო, პრინციპში შესანიშნავია. მე პრემიაც კი მომცეს შემდეგ თვეში მერმაც იმედია მართლა ასე ვთქვათ, კარგი ფერმებისთვის და მეგობრებო, ასე გამოდის ჭარხალი ასე. ოპ. და პრინციპში ჩვენ უკვე დავანთვალეთ მეგობრებო ჩვენი სამუშაო შესანიშნავია გამოდის მე უკვე პრინციპში დავისუფალი ვარ და შემიძლია უკვე სახლით წავიდე. საბა, გამარჯობა, ისა ჩვენ გვინდა 4 სტაკის სურვილი. უბრალოდ ქალაქში გვინდა სასტუმროდ ჩამოვხსნათ. შეგიძლია მოგცეთ შეიძლება? ნუ როგორ დავდანჯეთ უკვე ყველამ არ მაქვს არა მეგობრებო ვერ ვიგებ ამდენი ხანია რას თხოვენ აი სერიოზულად ვერც კი ვიგებ რა უნდა სერიოზულად ჩემგან კარგი მეგობრებო მოიცა დავწყნარდით ახლა და აქ სტოხი ასე დავწოთ და მოიცა პრინციპში ახლა კარგი ხასიათი და ახლა მაგალითად ინტერნეტ მაღაზიაში რაღაცებს ავირჩევ შეძველია რაღაც ახალი ნივთები ნაუჟები ახლა კომპიუტერთან რამე ინტერნეტ მაღაზიას ამე საიტზე ვნახავთ და აქ ასე გავხსნათ და დავწნადეთ ახლა და ეს 2 სტაკი ისუნუდი ნაწილი რასაკვირველია დავხარჯეთ რამე კარგ და სასარგებლო ნივთზე და ვერ გავიგე სტოპ მეგობრებო ეს ის მეგობრებო დაყიდ რამდენი არიან სტოპ ვერ გავიგე ისევე სოფრეები და ეს მეგობრებო მარტო ეს უკვე აღარ შემიძლია ერთს მოიტაბა გავიდეთ უბრალოდ მინდა გავიგოთ აქ სოფრელებო ერთუც ვერ ვიგებ რა ხდება საბა თუ შეიძლება მოგვეცი სურვილები так стоп სოფრელებო ერთუც დაწვაით მე მინდა დაგისვათ ერთი კითხვა რატომ მომზეთ დღეს მთელი დღე და მთხოვთ ფულს ისე თითქოს მე ვარ ვიღაც მილიონერი так საბა თუ შეთვითონ არ ამოვდი 2 სტაკის სურვილების ბლოკების შესახებ დღეს დილას როდის ვამდობდი მაგას ნუ პირადად ჩემთვის არ გითხოვს მაგრამ დღეს დილას რომ მოვდიოდი შენთან სტუმრად მე მომესმა შენი საუბარი როგორ შენ ლაპარაკობდი 2 სტაკის სურვილების ბლოკების შესახებ სტოპ გამახსენდა მაგრამ მე უბრალოდ ვოცნებობდი მაგაზე რას ნიშნავს? ნუ იმას ნიშნავს მე არ მაქვს 2 სტაკი ისუნუდების ბლოკები. მე მაქვს 2 სტაკი ისუნუდი. მე უბრალოდ ვოცნებობდი მაგაზე და შენ სოფელო არ შემოწმე ინფორმაცია და წახვედი და გამოდის უთხარი თელსობას რომ თითქოს მე მაქვს უამრავი ისუნუდი როგორც მე გავიგე. გამოდის ასე რაღაც ცოტა უხერხულად გამოვიდა. სოფრეებო, ნუ პრინციპში თქვენთან უკვე შეჩვეული ვარ მე თქვენსგან ამას. კარგი, შემოდით ჩემს სახლში, რადგან უკვე მოხვედით და მე მანამდე გამოწერებს და მშვიდობები. აი მეგობრებო, ასეთი სიტუაცია გამოვიდა. დღეს მთელი სოფელი დამსდებდა და მეტად ითხოვდა ფულს. იმის გამო რომ მათ ეგონათ რომ მე მქონდა 2 სტაკი ისუნუდის ბლოკები, ხოლო სიამდვილეში კი ეს უბრალოდ ჩემმა მეზობელმა არასდროულად გაიგო ჩემი სიტყვები. თქვენ კი მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც ყავით ბოლომდე. თუ მოგეზრდოთ და იქით, მე კი ახლა წავედი. ნახვამდის და აქ სოფრეებო, გეპატიჟებით ყველას ჩემს სახლში.